ვინდა გავბრაზდა ეხავე? გაუჭედო! რატო არ მბალენშიკო? მე? შენ და ის გოგონა რო იყო. აუ, იმას თვალი როგორ აქვს. მებრძოლებსაც ესეთი კონტენტის დახმარებით ხალხი ბევრად უფრო ახლოდან იცნობს. ეს მეგრული კაია რა, სხვა ვერ გაიგებს რა. საცის საჭი პოპკორნი, მარტო საქართველოს. სერიოზულად დაიძაბა თარში. ესა ხო აპარატი. ბოდი შემეშლეს. რა? შერავა. შენია ეს აპარატი. დავარტყი და ვინმე თუ დაარტყავს ჩემზე მე ისე აქედან ვასწავლე. მიდი აბა მე დავარტყი. შენ დაგარტყა? არა, ამას. მიდი და მე ვიქნები ისე. მიდი. ხელი არ მოიჭაფო. აი, ცოტა ივარჯი. გაშლილი ხელი შეიძლება. შეიძლება, მიდი. 140. მიდი. ეგრე და დაყვი? იდაყვი არა, კუდუსუნი რა იდა. რამდენი? ჩემ რამდენი იყო? 110. არ ქონა ხელი გახურებული, შენ ეთქვა გახურებული მოხდა. კი, წეღან. ხო? გახურებლის რანგში ხარ? მედია. მედია ხარ? მედია, ბოროტმოქმედია. და რომელ ბრძოლას გამოვარჩევ? ბოკელავაძე კორტავას ბრძოლას გამოვარჩევ და შავიზეს ბრძოლა ძალიან კაი მოჭკვარია და ფარჯიანის ბრძოლას გამოვარჩევ. რავი, კაი ბრძოლებია. შენზე რა ხდება? როდის არის შენი ბრძოლა? ივნისში. როგორ ემზადები, რა შვები ეწევი? არა, არ ვეწევ. სვავ? არ ვსვავ. ანუ ემზადებ შენს. არ ვახდარო. არის ვის? ციკლაურს ისევ. ისევ იგივე ბრძოლა? ციკლაურს ივნისში 27 ივნისს. მე კიდე იქნება? არა მგონია, მე ისე მოუგებ რო არა მგონია. ჯერ ისე არ მაქვს ინტერესი, იმიტომ რომ მოუგე ისედაც და აი ხა პროსტა ხალხს ვანახე მე რომ არაფერი არ არის. აი იმისო რომ 20 წლიანი გამოცდილება აქვს. ეხა ვანახებ რომ ხამარს წავიღებ, ნაჩუქარ ხამარს. წაიღებ და ეგ არის. წახალსახში დაიძინე. ბაზარი არა, წარმატებები წინასწარ. უის გულშემატკივროს. შავიძეს გულშემატკივრო, ფარჯიანს გულშემატკივრო. არ ბრძოლიდან ბოიკას გულშემატკივრო. ბოიკა მაგარია. ნუ გულშემატკივრობ რა, არ მეწყინება რომ მოიგოს რა. ეს მეგრული კაია რა, სხვა ვერ გაიგებს რა. აროშიძე მოიგო, როდისაა შენი ბრძოლა? მეოთხე ბრძოლაა ჩემი. ხო არ ნერვიული? არა, ჩემმა ოპონენტმა უნდა ინერვიულოს. ფარჯიანს. საინტერესო ბრძოლა იქ. რა წონაში ხართ? 70-ში. ჭამა არ გევასება ესე. აი, როგორ არ მევასება, 8 კილო დავიკერდი. არა ვარჯიშო. კი, რა თქმა უნდა. და ანუ ფიქრობ რომ მარტივად მოიგებ? არა, მარტივი ბრძოლა არ არსებობს, მაგრამ დენი მზადდება. ისე მოწინააღმდეგე. კი, რა თქმა უნდა. აქ ვინ ჭყობს ყველა პატივცემას იმსახურებს. შიშველი ხელებით გიჩხუბია? არა, შიშველი ხელებით არ ჭყობ. მაჯებს ვფრთხილდები და პროფესიონალურად ვიყავი ჩემს კარიერას. ჩემი ხელი მოგწდეს. ანუ მე რამე ვიჩხუბო აქ, იმით არ მერჩი. რავი, შენ თუ გაგიხარდება შიშველი ხელებით. მე გაშლილი ხელებით ვითარ ვიჩხუბო. შეგიძლია სილები ვუხდე, რავი. გაშლილი ხელი ან შიშველი. შიშველი ჭყუბი არ ვარ. რო ვინმე ქალი მეტოქე მინდა და ყურებადი რამდენად იქნება აქ? ყურე ეგ იქნება ყურებადი თუ იქნება. სხვა საიტებზე შეიძლება უყურო. წარმატებები აბა. წარმატებები. როგორ ახარ? ვის ხვდები დღეს მაო? მანიშვილი. კაი ბრძოლა იქნება? ესეთი გამაგარი ბრძოლა. როგორ განწყობაზე ხარ? ხოთზე ხარ? აბა, შვენიერი. გეთხოვა იღიმი, შველი ხელი, ხო? გეთუსებ. არ გაიფუჭოთ ხელი ხო რა. ჯობია იმით ჯობია. როგორ ზანდებით ბატონო ბოიკა? ეს ბოიკა ბავშვობიდან ხიათ თუ მერე დაგარქვეს? არა, მერე შემარქვის. ხალხმა ხო? ხო. როგორც ქართველი ბოიკა რა, კომენტარებიდან წამოვიდა მე ბევრმა გოჯაში მე ქართველი ბოიკა ხარო ისე და მე აგრე მევასება ბავშვობიდან ბოიკა რა. შორტებით
დაამუღამე იური სავახია შორტები. რაღაცა 7 ახლა დღე. 7 სიბრაძეს ვინახავ რომ რინგზე ამოვათხიო ეხა და გავთიშო ისა. ანუ იმენა გათიშვაზეა თემა ხო? კი. წინაპირობა რა არის? აი რომ ესე გაბრაზებული. ნუ ზედმეტები რაპანაკა რა ტრეშტოკებზე და ბოიკას გაბრაზება არ გის დამიჯერ. ტრეშტოკი ახლა შენც არანაკლები გაქვს. ხო, მაგრამ ჩემთან მაგდენი არ უნდა გაბედო. ანანებ მაგლაპარა. რა თქმა უნდა. ვა, რა საინტერესო ბრძოლა. და ესე 7 გინდა გავბრაზდე ეხა ვე? გავჭედო! მიდი გამოიწერო ხარი რა. გამოიწერეთ ბიჭო. გაბრაზდიო ხონდის. გაბრაზდებურდე მე კიდე ჩამწერ. დავაი, წარმატებები. გორძანდები. შვენივრად ჩვენ წინა ვიდეო ნახე. რამე ხო არ იყო ცუდი. რატო არ მბალელშიკო? მე? შენ და ის გოგონა რო იყო, რომელიღაც არ მბალელშიკობდა რა. წარაგებს დაზოსთან. არ მახსოვს მართლა. გადაჭრით არ თქვია მე მგონი. ეხლა რა ხდება ეხლა? დამსახურებული ბრძოლა არის მძიმე წონაში, გრიზლის ხვდები. საკმაოდ პოპულარულ ბიჭს გამაში. დიდი არის. ყველა ჩემი მოწინააღმდეგე 30-25 კილოთი უფრო მეტია ჩემზე. მაგრამ ესეთ გიგანტების დამარცხება უფრო საინტერესო არის. ხალე მიხილავთ 93-შიც მანდაც კამარი ჩემი უნდა იყოს. კოკელავაძე შევხვდები რევანში სავარაუდოდ და დიდი სიამოვნებით ლავაცებს. წარმატებები. ჩვენ ებრძოლოთ აირონ ლაშას. როგორი მეტოქეა. მაგარი ბიჭია ძალიან, ბევრი ბრძოლა აქვს ჩატარებული, გამოცდილია. მეც მზად ვარ. წარმატებები. აბა აი შოუს ველოდებით. როგორ ახარ? კარგად, როგორც ყოველ. ჩვენ არაპირებს ჟურნალისტიკაში გადასვლას. ერთმა გოგომ დაგვრა. ელენეს გულისხმობა. ხო. გადასარევი მოგო. გამა ვაილდის ნინა დრამა არის ჩვენთან ერთად. არა. ნინა დრამა არა, ელენე გახარია. ელენე დრამა? არა, არც ელენე დრამა, ელენე გახარია მიჩა. რას აშუქებ? ყველაფერს აბსოლუტურად. რა ხდება კადრს მიღმა, როგორ გრძნობენ თავს ჩვენი მებრძოლები, სანამშრომლო ბრძოლები დაიწყება და მერე. ეს საიდან დაიპლანა ეგ მაინტერესებს. ნეტა საიდან? ნეტა ვისი დამსახურება? ხო, რა? რაღაცა მადლობა შენ. როგორ მიდის ეგ ამ თავარი თო? ძალიან კარგად. მაყურებელსაც ძალიან მოსწონს, რასაც ვკითხულობ ყველა კომენტარს. რაღაცა პროფესიონალურად უდგები, როგორც ვთქვა. კი, რა თქმა უნდა. აია რა, თვითონ შიგნიდან გამას გაშუქება მიდის და ხა მე ყველა ივენტზე არა ვარ და ცოტა სხვანაირად ვაშუქებ და შენ გონი სერიოზულად ვაშუქებ. თვითონ მებრძოლებსაც ესეთი კონტენტის დახმარებით ხალხი ბევრად უფრო ახლოდან იცნობს და ძალიან კარგია ეს ყველა. წარმატებები, აბა რა ვქნა. წარმატებები. საქმეში აღარ შეგიშლით ხელს. ბრძოლებზე რას ფიქრობ? ადრე ხო არც იცოდი ვინ იბრძოდა. კი, ეხლა გავუკვევ. ეხლა უკვე ერკვევი? კი, ერკვევი. ვინაა ყველაზე მაგარი? მაგას არ ვიტყვი. პორტავა თუ ბოიკა? ანუ რა გინდა ხო ნეგრელები ერთმანეთს გატანა. ნახოთ აბა დღეს პორტავა რა? დღეს ისეთი ხმამაღალი განცხადებები გააქვს. ნეგრელებო ცოტა ისა. ორივე რომ ნახოთ აბა. გამა რა არის? სამეფო კარის თამაში. ტარგარიანი რომელია? გიგა. არა, გიგა დრაკონი. და ლანისტერი დასთან რო ცოლად რომ მიყვანა. არა, ეგეთები გამაში არ არიან. ჯონ სნოუ? მეგონი შეხარ ჯონ სნოუ. ჩაცმულობაში გამოიხატება, ხო? იმედი. შენ მარტო შენ გაცვია მგონი. ხო, ვარა, თქვენ წინაშია ფოტოგრაფი აბსოლუტურ ზონაში. მითხარი შენი არაპოპულარული აზრი გამაზე. ეს არის ყველაზე მაგარი ორთაბრძოლების ლიგა საქართველოში. ეგ პოპულარული აზრია. ბიჭო, არც გამო ესეთი არაფერი ვინახავს. ძალიან მაგარი. ფოტოგრაფი გამო სალამი. როგორი ივენთია დღეს? მაგარი ივენთია, ალბათ top 3-ში შევიყვანდი გამას ისტორიაში ამ ივენთს. თეატრში როგორ არის ხოლმე პირველი მოქმედება და მეორე მოქმედება? აქტი ხო. კაი. აქტები იყო ხო, ისეთი ბრძოლები იყო, რა, ორი ნოკაუტი და რა და ეს ყველაფერი დასაწყისში და მერე უკვე რომ ძიმე დარტყმის პატრონები გამოდიან და ბოკელავა კორტავას არა იყვანს ხელში. ბოკელავა ძე. ბოკელავა, მე მეგრელი მინდოდა, მაგრამ კაი. მაშინ კორტავა მოიგებს. დღეს აი რომ არ ვიყო და არ ვიღებდე ამ სიუჟეტს, სადაც დავჯდებოდი დიდი სიამოვნებით ყურებდი ამ ბრძოლას. აი მუშაობის დროს როგორია? ვერ იღებდი სიამოვნებას. აი მუშაობის დროს ყურებას ვერ ვას. მე კიდე უყურებ ხოლმე. ყოველთვის სახრიდან უყურებ, ტრანსლაციის ხარვეზები იქნება, გრაფიკები იქნება თუ ასე შემდეგ, შემდგომში რაღაცები რომ გამოვასწოროთ და გავაუმჯობესოთ. აბა წარმატებები, წინსვლას გისურვებ. სულ ყოველთვის. გამას კონდიცირება დაამატეს, მაგარი სიგრილია, მაგარი ფრეშ აერია.
საკაიფო ჩავგრილდი. ისა როგორც მოგეხსენება 5 თვის. საჭი ვარო და ტიპი პოპკორნით უზის. საჭის საჭი პოპკორნი. მარტო საქართველოში. რატო არა შეიძლება ჭამოს წყალიც არის ვარ შესვენებაა ჯერ რა დაიწყება მე გავანები ისეთი თქმებია გამასოს ხანერად არ შეიძლება მაგრამ უხდება ხო კინოა ხო იმენა მაგარია და ეგ სისხლის კარამელით არის ეგ პოპკორნი არა. შენ იბრძოლე ბოლოს რო თუ გამაზე ვირძოლე ხო მე მოიგე ხო მოვიგე მაგრამ ცემეს გეტყობა რაღაცები არა ერთი კვირა მეტყობოდა ეხლა რას იზავს როინიშვილს როინიშვილს ბოლო ბრძოლები წაგება აქ ნოკაუტით ამიტომ ყბა როგორა გააჩნია რა მაგის მიხედვით მარტივად შეიძლება გაითიშოს აბა შენიც ასევე მაგარი საყურებელია ამ ხელა კაცების ჩხუბი გრიზლი როგორი ტიპია იცი ხორწილებში რო დიდი კაცები ჩხუბობენ ხოლმე ეგეთ მე მეშინია სცენა არ ჩაინგრეს აუ რახიაც რახმაიკო თათვი დაიღალა ძალიან თაფლი მიაწოდე მორე უკვე სუდათ არის დიდი წონაა გრიზლის მარტივად იღლება გრიზლი რაღაცაზე გაბრაზდა უეჭველი ჩემი რა წაყა რა ძმაო რაღაცა მოხდება და როინიშვილი გააშავა მე მგონი გაშავებულია და მისი ბრალი არ აუ იმას თვალი როგორა მარტო ამ ბრძოლისთვის ღირდა ევანდელი გამოდი შენ არ ჩაერიო, მაგ ცალი ხელით არ ჩაერიო. აქ ბურთი რა, მედი არ გასკდება და მთელ დარბაზში აქ უკვე ჭიდაობაში გადადის დაღლის გამო. ჩამოართვან ახლა ხელი და შერიგდნენ რა ეს რა არის და ერთი ვიქეიფოთ დავლიოთ რა გრიზლი კი არის მოკეიფის სტანზე არ გამიგო არ ნახოს ეს ვიდეო ლაშას საღოლა აი მხელა წონას და მხელა დარტყმებს შეუძლო მალადიც არც ერთი არ ეცემა მოკლედ მაგარი ბრძოლა მართლა მე კაი რინგი არის და ის საბურავები რო არ არის თორე ზიმალეტა ეხატებოდა სახელი ერთი წუთი დარჩა, აბა ვინ მოიგე? გრიზლი მთვარ ჩააგდო ნოკაუტში ალბათ როინიშვილი მოიგე. 42 წამი. როგორ ხედავენ? აღარ უნდა ბრძოლა მე მგონი. 5 წამი. 3. გაიგე ხა ვინ მოიგე? ლაშა როინიშვილმა მოიგო ალბათ დამსახურებულად გაუძლო ამ ხელა წონას ოჩა ლაშას ოჩა გრიზლის მადლობა არა ამათ აეშველებათ ეს როდის უნდა დაუცხრეთ დაველოდოთ შემდეგ ბრძოლებს ეგენის არანაკლები იქნება ერთი ფაქტი მინდა აღნიშნო გამას დაცვას უზრუნველყოფს დაცვის სამსახური მამა ფლექსი
ბრძოლასთან შედარებით ეს როგორი ბრძოლაა? ეს არის საოცარი ბრძოლა. ნაკლები ცოტა სისხლი არის, მაგრამ საოცარი ბრძოლა. ორივე ადამიანი არის, ორივე სპორტსმენი არის კონცენტრირებული, ტექნიკური, ნაკლებად დისტანციური უფრო მეტად კლინჩი არის, მაგრამ მესმის საჩემპიონო ბრძოლა. რაღაცა ის სუფთად იბრძოლეს, ხო? ხო, მიახლოებით. სისხლი არის ხო? ეთყობაც მაკაცები არიან. ის გადაეცემა ქამარი. ბიჭო, ამდენი ხანი ამ გამას ვიღებდა რაღაცა და ერთი ქამარი მეც მომეცი. იქ არ მინდა ოქრო ვერცხლი იყოს, ბრინჯაო იყოს, ლატუნი იყოს, ალუმინი იყოს. ერთი უნდა უთხრა გიგას რა. აბა ვინ გაიმარჯვა? და რა ხდება? მე-6 რაუნდი. ჩემპიონი ინარჩუნებს გამას. დამედო რა X-ი, რადე რა ლაბავო X-ი ხიე. ამაში ხეხვა. უპრეცედენტო ბრძოლა. მოდიო მე-6 წოთ, ამარი ვისაც მიქონდა, გაგიჟებულია მამა ფლექსი ზევი. დაბა ვინ მოიგებ? გამგონი კამარი ისევ იმასთან დარჩება ვისთანაც. მე-7 თუ აღარ ირანში არ გადაიწყო. ხელები მაგუკა. ხელები მაგუკა. და მე ჯეშკური. ჩუბა გაიმა საერთოდ გაუვეთო. დაგანგრევო. რა ხელი წავწევ ჩემპიონს ფარები და გულიყურე. მათ დაგაკეთება თუ კიდე გააგზავნე ლაპარაკი. ბიჭო ხელი წავ. აი ძაბა ძალიან მაგრა. ხიპიშნოი ვარიანტია. ნახოთ რა იქნება. სერიოზული ანონსია. წამოდგა ბოკელავაძე, რისი ბოკელავაძე. ძალიან წარეხელია კორტავა. სასწაული ბრძოლა, მართლაც მაგარი ბრძოლა. რვაწამი პირველი რაუნდის დასრულებამდე. პირველ რაუნდში აშკარად კორტავამ უპირატესობა, ჯერ არაფერი დასრულებული. დაიღალა, რაღაცა ხდება, არ ვიცი რა ხდება, 7 წამი არის დარჩენილი მეორე რაუნდის დასრულება. რა მოხდება, ნახოთ, ვერ გააგრძელა ბრძოლა კორტავა, ამ საჯები რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ნახოთ. იყო რაღაც დარღვევები და ამ დარღვევებიდან გამომდინარე მიიღებენ გადაწყვეტილებებს. ამ ბრძოლაში გამოცხადებულია no contest. რემატჩი ჩაინიშნება? ეს ძალიან ცუდად ვიყავით და ბრძოლა შარშავერცენი მაინც გამოვიდა. პირველი რაუნდში ზევავით, იმიტომ რომ ნახევარში ძვარი ამოცხადებული შედგა. ეხლა გამოვიდა. აი სპორტულად მოვიკეცი, იმიტომ რომ გორომდე თავშევეკრა და ყველაფერს გამოვიყენებდი ვარ წამები. სპორტად, მაგალითად
პირველი დარტყმის მერე როცა ბიჭში გავატყი ძალიან ეტკინა რა იმაძეს უყურებ და გავაგზავნო თუ არა უსაო ბევრი მაგ დარტყმის მერე არ გავაგზავნე რინგიდან უკაკა ფერდი წამოსული აკრავენ სამო სერიოზულად დაიძაბა ფარში. ბანთარ და მოკლედ ივენთი გადაიდო ერთი თვით და სავარაუდოდ არხი გამოიწერეთ და ეს ვიდეო დალაიქეთ. გადაცემის წარმდგენია ონლაინ სპორტული ჟურნალი ლიდერ სპორტი. ყველაფერი სპორტის შესახებ.